ანტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები. ამ სახელწოდების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა დღეს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იანის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი ერთობლივად ატარებენ. გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ყურადღება ანტიკური კულტურის მნიშვნელობასა და საზოგადოების განვითარებაში მის როლზე გაამახვილა. თბილისში წელს მე-10 კონფერენცია 20 წლიანი პაუზის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით ტარდება. ღონისძიების გახსნის შემდეგ პრეზიდენტმა თესეულში არსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი დაათვალიერა. გასმით მოგესალმოთ თქვენ მეცნიერებს, რომელნიც დღეს 10 წლებს სწავლობთ კიდევ უფრო სიღრმისეულად შლით იმ საკითხებს, რომელთა მნიშვნელობაც არაფერს დიდებით არ არის დაკარგული და მოწყვეტილი ჩვენი რეალობიდან, არამედ პირიქით უაღრეს გავლენას ახდენს იმაზე, როგორ განვითარდებით ჩვენ როგორც საზოგადოება, როგორ განვითარდებით ჩვენ როგორც კულტურა ხვალ და იმ საკითხების შესწავლა სიღრმისეულად ბოლომდე გააზრება, რომელიც უკავშირდება ანტიკურ კულტურას, დარწმუნებული ვარ, უფრო სწორ ნაბიჯებს გადაგვარდგვევინებს მომავალში.